გაიარე ნებისმიერ ხალხმრავალ ქუჩაზე, დაჯექი წყნარ კაფეში, ან რამდენიმე წუთით გადაავლე თვალი სოციალურ ქსელებს, ერთ რამეს აუცილებლად შეამჩნევ. ტატუები ყველგან არის. რაც ადრე მეამბოხეობის ან განსხვავებულობის სიმბოლო იყო, დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ბევრი ადამიანისთვის ტატუს გაკეთება თითქმის ნორმად ითვლება. მაგრამ აქ ჩნდება საინტერესო ფსიქოლოგიური კითხვა. რა ხდება იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც შეგნებულად ირჩევენ, საერთოდ არ ქონდეთ ტატუ? არა იმიტომ, რომ ფული არ აქვთ, არა იმიტომ, რომ ნემსის ეშინიათ, და არა იმიტომ, რომ სწორი დიზაინი ვერ იპოვეს. არამედ იმიტომ, რომ თვითონ იდეას არ ეთანხმებიან. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანები უბრალოდ ზედმეტად ფრთხილები, ტრადიციულები ან ძველმოდურები არიან. მაგრამ ფსიქოლოგია ამბობს, რომ საქმე ბევრად უფრო ღრმადაა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი საკუთარ თავს მუდმივად ცვალებად ადამიანებად ხედავენ. მათთვის პიროვნება ერთნაირი არ რჩება. ადამიანის აზრები იცვლება, პრიორიტეტები იცვლება, გრძნობები იცვლება. რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება 10 წლის შემდეგ საერთოდ უცხო და უაზრო მოგეჩვენოს. სწორედ ამიტომ უჭირთ მუდმივი რაღაცის დატოვება საკუთარ სხეულზე. ტატუ თითქოს დროის ერთ მომენტს სამუდამოდ აჩერებს სხეულზე. ის საშუალებას აძლევს დღევანდელ შენს თავს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მომავლის შენს თავზე. ძალიან თვითშეგმებული ადამიანებისთვის ეს შეზღუდვას გავს. მათ არ უნდათ, რომ წარსულში მყოფმა მათმა ვერსიამ გადაწყვიტოს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მათი მომავალი. მათთვის თავისუფლება არ ნიშნავს იმის ჩვენებას, თუ ვინ არიან ახლა. თავისუფლება ნიშნავს სივრცის დატოვებას იმისთვის, თუ ვინ შეიძლება გახდნენ მომავალში. არსებობს კიდევ ერთი მიზეზიც, სურვილი, დარჩნენ უმარკოდ. დღევანდელი სამყარო სავსეა ხმაურით, რეკლამებით და მუდმივი ყურადღების მოთხოვნით. ადამიანები ყველგან აჩვენებენ საკუთარ აზრებს, გრძნობებს, ტკივილს და ისტორიებს. ინტერნეტში, საზოგადოებაში, საკუთარ კანზეც კი. მაგრამ ზოგი ადამიანი ამ ყველაფერზე უარს ამბობს. მათთვის სხეული არ არის საჯარო დღიური, არ არის ბილბორდი და არ არის ადგილი, სადაც ყველასთვის უნდა აჩვენონ საკუთარი ვინაობა. მათთვის სხეული უბრალოდ ის გემია, რომელიც ცხოვრებაში ატარებთ. და სამყაროში, სადაც ყველას ცდილობს ყურადღების მიქცევას, ჩუმად დარჩენა თავისებური პროტესტია. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობენ, ხშირად ყველაზე ძლიერი შინაგანი სამყაროს მქონეები არიან. შემდეგ მოდის კიდევ ერთი რამ, ანალიტიკური აზროვნება. ადამიანები, რომლებიც ტატუს არ იკეთებენ, ხშირად მომავალზე ბევრს ფიქრობენ. ისინი ავტომატურად წარმოიდგენენ, როგორ გაქრება ტატუ დროთა განმავლობაში, როგორ შეიცვლება მოდა, როგორ დაბერდება სხეული და როგორ შეიძლება შეიცვალოს მათი შეხედულებები. მათი ტვინი უფრო მეტად აფასებს მოქნილობას, ვიდრე ემოციების გამომიღებულ სწრაფ გადაწყვეტილებებს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვებს აკრიტიკებენ ტატუს გამო. უმეტესობას საერთოდ არ აინტერესებს, რას გააკეთებენ სხვები საკუთარ სხეულზე. უბრალოდ მათთვის მუდმივი ცვლილება სხეულზე ზედმეტი და არასაჭირო რისკია. შესაძლოა სწორედ ამიტომ ჩანან ასეთები განსხვავებულებად დღევანდელ სამყაროში. იმ საზოგადოებაში, სადაც სხეულის შეცვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სრულიად სუფთად დარჩენა უკვე უბრალოდ შემთხვევითი არჩევანი აღარ არის. ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა და თითქოს ჩუმან ამბულს. მე არ მჭირდება საკუთარ კანზე რაღაცის დატოვება იმის დასათმოთებლად, რომ ვარსებობ. ჩემი ისტორია ჯერ კიდევ იწერება და ჩემი ცხოვრების ყველა ნაწილი ყველასთვის სანახავი არ არის.